იბას ხო გლეხსაძრევენ სუბსიდიას თუ ქარხანას ეხმარებიან? ჩემია აი სოთახულეთ აუწონოთ რაც გამომივა ყურძენი 25 თეთრი მომცენ შენ თვალწინ წავიდე და ალანშო გადავყარე. უნდა გადამუშავდეს ეს ყურძენი და არა ყურძენი გადაიყო. აი მომისვია, მაგრამ თავრობა მე როგორც ვიცი 15 თეთრი. გოლებში ვარ იცი და 15. აი მე ამოგიგებ ბაზიდან რომ 15 თეთრი. შენ ბაზარი კი 40 ჩაწერონ ძმა ორი. ვინა ჩაწერო საქართველოს განვითარებისია. კან თელი ქვეყანა აბარეს დასეთ ყურძენს. 40 აბარებენ შემოძმაო. თქვენ კი არ უნდა მოსული იყავით. ბატონები უნდა მოსული იყავით. შენ უნდა პასუხი რა მცდა. ეს დილოვიანეთ ვისაუბრებ. აი დილოვი, როგორ ვისაუბროთ დილოვიანეთ? ეს დილოვიანეთ. ახლა სწავლეთ რომელი ქარხანა იბარეს. მითხარი რომელიც იბარეს მეტი რა. შენ კი მითხარი მაგ მივალ და არ იბარეს. ამოდი. 35 თეთრად არა პასუხი. აბა რით მივიყვანო? დავწუნო და ერთი ბოთლა ღვინო გავატანო სკოლაში. ღვინო გავატანო? ერთი ბოთლა ღვინოს და მიიღებო სკოლაში. პრალება ვიარ და მე პოლიციამ დაგვიწყო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ამის შემდეგ ვენახები კიდე გავაშენოთ თუ არ გავაშენოთ? უნგებიანი არ არის? იმ შემთხვევაში თუ არ ვერ მიიღებთ თქვენ და გადაგევსებათ ეს ჭურჭელი, იმ შემთხვევაში მიიღებს სახელმწიფო, რომ გლეხი არ დარჩეს უკმაყოფილ. გაშვებულია აგერ. სტიქის პროგრამაა დაწყებული. ყველა თქვენ მექანიზმს გავითვალისწინებთ. ჩარევა როგორ უნდა მოხდეს გვასწავლეთ. აქამდე როგორ ერეოდით? არ ვერეოდით. არ ვერეოდით. კარგი. 35 თეთრად იღებენ. მთავრობა იხდის 35 თეთრს, 5 თეთრს უმატებს არსებული ქარხანა. რაც არ რეალურია და არანაირად ხარჯს არ აცდება. და ამას ვაპროტესტებს, არ მოგწონს ეს ფასი 35 თეთრად ოჯახს როგორ შეინახავ კაცო. რამდენი ხანი მიწვალია კრედიტი მომწეს ვენახი გააშენეო და გავანებო ეხლა თავი. ტუალეტის ქაღალდი 70 თეთრი. 70 თეთრი და ყურძენი 25 გაბიგდა, სიტყვი არ არის ახლა. ოჯახებია. იქ კრედიტები რომ გამომატაინე და ვენახ ჩაყარეო და ვენახ ჩავყარე ხა. საიდან დავხარ? ის ფული 12000 რა, საიდან მივიტანო? ლარ გადაიხდია, თუ არა და თით არავინ არ დაადებს ყურძენი. მაგ ბატონს ვენახის პლანში არ გაუულია. მაგან რა იცით მომგებიანია თუ წამგებიანია 70 თეთრი. მაგან ვენახის პლანი არ იცით. მარტო ისის ყურძენი მოწყდოსა შეჭამოს. ან არც მოწყდავს. ბაზარში მივა და ფულს გადაიღდეს. ჯიბით აგზავზე ფული. აი ეს არის მაგან არაფერს არ იცით. ხარ სატყვი გამოგზავნილია. აი რა სააკაშვილი დაემართე, იმას უარეს დაემართებათ ამათ. მალე ესენი გინდა ჩამოსულა, გინდა ყოფილანი აზრი არ აქვს ამათ ჩამოსულას რა. უნდა მოვიდეს ოფისმეურვე მინისტრი უნდა შეხვდეს. რო იძახიან რომ ვერ ვაძალებთო. შაშან პრემიერ-მინისტრი რო გამოვიდა ლარზე ნაკლები არ იქნება ყურძენიო. მაშინ როგორ მიიღეს ლარად? ესე იგი ყოფილა ის თქმა რომ თუ იტყვის გაკეთდება, თუ არ იტყვის არ გაკეთდება. ის დანელია ჩამოვიდეს ერთი კვირა მდიოს მე ვენახე ოდის მოვალა. მე ჩამიბაროს ის 25 თეთრის ყურძენი. 80 წლის ქალმა ვენახი მოვიყვანე. ღებულობენ 40 ნახევრად დასვეტყვილი. შეიძლება გადავყრი და არ ჩავაბარებ.